ისკოც უყურებთ საქართველოს პირველ არხს და დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ახლა უნდა ვისაუბროთ ნუმეროლოგიაზე, უფრო ზუსტად კი ნუმეროლოგიაზე ფენშუიში და ბევრი საკითხი არის ხო, რაც ციფრებთან არის, რიცხვებთან არის დაკავშირებული და აი ამ ყველაფერში გაგვარკვევს ჩვენი გადაცემის სტუმარი ირინე აღაპიშვილი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. უნდა ჩავიკითხო, იმიტომ რომ სხვაგვარად ჩემი აზრით შეუძლებელია სერტიფიცირებული სპეციალისტი ფენშუი ბაზი მენდუნძა კავკასიის საერთაშორისო ფენშუი ასოციაციის დამფუძნებელი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოდით ჯერ ზოგადად ვისაუბროთ ნუმეროლოგიაზე და შემდეგ მის კავშირზე ფენშუისთან. როგორც პითაგორამ თქვა, სამყარო აგებულია რიცხვთა ძალაზეო, ეთანხმებით? ეთანხმები ნამდვილად. ხო, მე პითაგორას მგონი რომ სხვა ჭრილით უფრო ვიცნობ ხო მართკუთხა სამკუთხედებიდან და ასე შემდეგ. ხო, საინტერესოა ხო ნუმეროლოგია ისევე როგორც ბევრი სხვა თემა რაც აქამდე ვისაუბრეთ, ძალიან დიდი ხნის წინ იღებს სათავეს, ადამიანები ცდილობენ რომ რაღაც განსაკუთრებული ამბო იკითხონ, რიგ შემთხვევებში ძალიან ყოფიერ ამბებში. მათ შორის ნუმეროლოგია ჩნდება მითოლოგიაში, მათ შორის ეგვიპტურ მითოლოგიაში ძალიან აქტიურად. საინტერესოა ეს დამოკიდებულება, როგორი იყო როგორ მაშინ როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდა ხო ნუმეროლოგია და როგორ იცვლებოდა როგორი ახლა. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა მიხარია ჩემი დღევანდელი სტუმრობა, გილოცავთ. ახალ წელს, ძველად ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და საუკეთესო ამბებს, რომ 2021-ში მხოლოდ კარგი ამბები იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენი აი რავი, мотивация, ინსპირაცია და ყველაფერი რაც კი შეიძლება იყოს. ნუმეროლოგიას რაც შეეხება, გეთანხმებით ნამდვილად ძალიან მიყვარს. განვიხილავთ დღეს ნუმეროლოგიას ფენშუის ჭრილში, ძალიან საინტერესოა და ძალიან გვეხმარება. პრაქტიკულად ეს ის ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ ხელსაყრელი თარიღი, დღე, საათი ამა თუ იმ საქმისთვის. მაგალითად, დღევანდელი სტუმრობაც ჩვენი, რა თქმა უნდა, ძალიან დავინტერესდი, რომელ საათზე არის, რომელ დღეს ემთხვევა, როგორ, რანაირად და ასე შემდეგ და კარგი დრო დაემთხვა? სიმართლე რო გითხრათ, უკეთესიც შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, ნამდვილად კი იმისთვის, რომ ეს პოზიტივია, ეს კარგი განწყობა, ეს მაქსიმალური ენერგეტიკული პიკი რო იყოს, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ და ასე ვთქვათ, დამოხტულები ვიყოთ, უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ფენშუიში ჩვენ არასოდეს არ ვამბობთ, რომ რაღაცა არის ცუდი ან კარგი, იმიტომ რომ ფენშუიში მეფობს ოქროს ბალანსი 50-50-ზე, რომელიც გამოიხატება ინ და იან ენერგიის ბალანსში. თვითონ ფენშუი ნიშნავს წყალი და ქარი, შესაბამისად აი ამ ენერგეტიკულ ბალანსზე აწყობილია ყველაფერი და მეც გეტყვით, ნუმეროლოგიასთან ძალიან ახლოს არის და ამიტომ მინდა შევეხო. ეგრეთ წოდებული სამი ძალა ფენშუიში და ასევე ნუმეროლოგიაში მე მაქვს ცოტა სუბიექტური მიდგომა და ძალიან მიყვარს, როცა ეს ხელსაყრელი ადამიანისთვის და შეუძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს და თავად დარწმუნდეს იმაში, რომ ეფექტურია. ძალიან ბევრი SMS-ი მოდის, ძალიან აქტიური ჩატი გვაქვს Facebook-ზეც, Instagram-ზეც და ყველაზე დიდი მუხტი და ეს ინსპირაცია არის, როცა საღამოს მოდის, რომ ირი, აი ესე ჩაიარა, როგორც მინდოდა, რა კარგია. ან და პირიქით კი, აი რომ აფრთხილებდი ნამდვილად არ ღირდა, ამ პირიქით გადავლახეთ და გავაკეთე და აი ძალიან დიდი დადებითი ემოციაც არის და ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და სავარაუდოდ იმ ადამიანებისთვისაც, ვისთვისაც ეს ნუმეროლოგია რეალურად საინტერესოა ნუმეროლოგია და ცრურწმენა, სად იკვეთება და იკვეთება თუ არა საერთოდ. ზოგადად არის რომ ადამიანებს აი ამოჩემებული აქვს თუ თქვა 13 რიცხვის ეშინიათ, მაგრამ სხვა კულტურებში ეს 13 რიცხვი პირიქით ზოგჯერ კარგის მომტანი არის, ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში და ზოგიერთ სასტუმროში მაგალითად მე-13 სართული არ არის. აი ამისი თქმა მინდოდა, ეგ რეალურად ესეა. ჩინეთში ჩასვლისას დავუკვირდი, უბრალოდ არ ვფიქრობდი 13-ზე, იმიტომ რომ ნუმეროლოგიაში როგორც ისეთი რეალურად ცრურწმენისკენ მივდივართ, როცა გვეშინია ამა თუ იმ ციფრის, იმიტომ რომ ინდივიდუალურია რეალურად და კიდევ გავიმეორებ, ცუდი და კარგი არ არსებობს. აუცილებლად უნდა განვიხილოთ რაღაცა ჭრილში. ან კითხვა უნდა გქონდეს ძალიან კონკრეტული, რაზეც უნდა მოვიდეს, ან ნიშნის სახით, ან ციფრის სახით უკვე პასუხი. და 13-ს რაც შეეხება, ჩინეთში ჩავედი,
მესამე თუ მეოთხე ვიზიტი იყო და დაემთხვა სასტუმროს რეალურად აღარ მახსოვს რომელი სასტუმრო იყო გვანჯოუ პროვინციის იყო ანუ სამხრეთის იმაზე გეუბნებით და რეალურად არ ქონდა არც მეოთხე სართული და არც საერთოდ ნიშანი 4 არ იყო გამოყენებული და 4 რატო ეს ევროპული მიდგომა არის 13 და მასში აზიურში ანუ ჩინურში და ფენშუიში უფრო შევხედავთ 4-იანს იმიტომ რომ ჯამი 1-იანის და 3-იანის აქ განიხილება როგორც 4 უფრო სწორედ პირიქით წავედი ჯერ 4-ის ცრურწმენის ასე ვთქვათ მითი წამოვიდა და მე უკვე აქ გადმოვიდა როგორც 1-იანს პლუს 3-იანს ასე შიფრავენ. ეხლა რატომ? ფენშუის ჭრილში აი ეს ჩინურის ნუმეროლოგიის ჭრილში თითოეულ ციფრს აქვს 2 დატვირთვა. პირველი არის ფონეტიკური დატვირთვა. ანუ რეალურად როგორ ვამბობთ. ქართულად ხო არის 1, 2, 3 და ასე შემდეგ ფონეტიკურზე მაქვს საუბარი და ჩინურში აი ეს ფონეტიკური რიგი ხშირ შემთხვევაში ემთხვევა კონკრეტულ სიტყვას და ამ სიტყვას აქვს ძალიან ბევრი დატვირთვა, იმიტომ რომ ჩინურ ენაში ერთ სიტყვას და ერთ ფონეტიკურ რიგს შეიძლება კონდეს 13 შინაარსობრივ დატვირთვამდე, ანუ 13 რაღაცა შეიძლება ნიშნავდეს ერთი სიტყვა და მათ შორის 4 ერთ-ერთი მნიშვნელობა ამ 4-იანის უბრალოდ ფონეტიკური რიგის არის ზუსტად ის რომ რაღაცა მთავრდება. არ მინდა გამოვიყენო სიტყვა სიკვდილი, მაგრამ სიკვდილიც ფენშუიში არ ნიშნავს იმას, რომ მთავრდება უსასრულო და იმის იქით არაფერი არ არის. აი ამ თვალსაზრისით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ადაპტირება მოვახდინეთ, იმიტომ რომ ბევრი ხალხი ნამდვილად რეალურად ვიცნობ კიდევაც, რომელსაც ეშინია, მოდით ესე ვთქვათ, 13-ის და 4-ის, მაგრამ გვაქვს რა თქმა უნდა, ხერხი. რა გავაკეთოთ? მაგალითად, ძალიან ხშირი, ყველაზე ხშირი კითხვა, რომ ირი სახლის ნომერი, ბინის უпростоრეთ ან სახლის შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მისამართები ხო შედგება ციფრებისგან, რომ ირი რა ვქნა, ოთახის ბინის ნომერი არის 4-იანი, სახლის ნომერი არის 4-იანი, რა გავაკეთო და ასე შემდეგ. ძალიან მარტივია და მინდა გასწავლოთ კიდევაც. სიმბოლურად, ვიზუალურად 4-яნის წინ უნდა დავაწეროთ 5-იანი. ეს იქნება ხელით მიწერილი ციფრი, ამოქარგული, სულ ერთია. მთავარია 4-яნის წინ იყოს 5-იანი და რატომ? შემეკითხებით თქვენ მე. 5-იანი იმდენად ძლიერი ენერგია, რომელიც უარყოფს, ანუ აბათილებს, ასე ვთქვათ, ნეგატივს, თუ ეს ნეგატივი აქ ჩნდება და ცხოვრობს, ასე ვთქვათ, და პირიქით, თუ ეს დადებითია, ძალიან აძლიერებს და შესაბამისად რას ვიღებთ, რომ არასოდეს აქ ეს არ დამთავრდება და რა დამთავრდება უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ მეორე მხრივ ამით საქმეს ვურთულებთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და დაკარგულ ტურისტებს. მე გეტყვით ახლა კიდევ რაღაცას ამასთან დაკავშირებით. ზუსტად ასეთი კორექტირება მოვახდინეთ და კარებზე 4-იანთან ერთად პატარა ლამაზი 5-იანი დავაწერეთ თავისი პეპლებით, ყვავილებით და რაღაცებით და თუ გავიდა ერთი თვე, ორი თვე შეეცვალა სავარაუდოდ ის ინკასატორი თუ რა ქვია, არ ვიცი, ვინც მოდის ის შოჩიკების და რაღაცების მისხელების შესაბამისად, ბატონო და დაბრუნდა ერთი დღე ეს ჩემი მომხმარებელი სახში და რას ხედავს, რომ ამოფხეკილია ეს ჩვენი ლამაზი პეპლები და ასე შემდეგ და ეს 5-იანი ლამაზად დახატული იყო ყვავილები და პეპლებისგან და დარჩა ეს ძალიან ისეთი 4-იანი, რა თქმა უნდა უშველეთ, მაგრამ ესეთიც ხდება, ასე რომ მუნიციპალიტეტს ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდით, მაგრამ დადებითი ენერგიის გულისთვის რას არ გააკეთებს ადამიანი. მაგრამ მეორე მხრივ საინტერესოა აი ადამიანები, ვინც ვერ შეცვლიან, ხო, სახლის მისამართი კიდევ შეიძლება და რაღაც აი როგორც აღნიშნეთ 5-იანს მიაწერენ წინ. მაგრამ თქვა თუ დაბადების თარიღია დაუშვათ 13 ან 4, ამ შემთხვევაში როგორ იქცევიან? ამ შემთხვევაში ნუმეროლოგიის თვალსაზრისით არ განიხილება, იმიტომ რომ მონაცემი არის ინდივიდუალური და აქ უკვე გადავდივართ ჩვენ აუცილებლად ბაძის ჭრილში. ბაძი თვითონ ეს ჩინური ფონეტიკური რიგია და ნიშნავს 4 სვეტი. რეალურად 4 სვეტია, რომელიც ამისთვის, უпростоრეთ იმისთვის, რომ შევქმნათ ეს ინდივიდუალური რუკა, ჩვენ გვჭირდება ადამიანის დაბადების თარიღი, აუცილებლად საათი და ადგილი. და ამ 4 მონაცემის საფუძველზე, ასე ვთქვათ, იქნება რუკა და ამ შემთხვევაში უკვე ნუმეროლოგიას ნამდვილად არ ვეხებით, იმიტომ რომ გადავდივართ უფრო სიღრმეში და ამისთვის უკვე ინდივიდუალური ანალიზი არის საჭირო. ჩვენ საუბრობდით
13-ზე, 4-ზე, ანუ ციფრებზე, რომელსაც უფრთხიან ხოლმე, რიცხვზე და ციფრზე, უფრო ზუსტად, მაგრამ მეორე მხრივ საინტერესოა ადამიანებს აქვთ საყვარელი რიცხვი ან საყვარელი ციფრი. შეიძლება ითქვას თუ სლენგს ვიხმართ, ამოჩემებული, ხო? მათ შორის მაპატიე თუ შეგაწყვეტენ, იგივე 13-ით შეიძლება იყოს. მათ შორის სასაკურველია, კი, ბევრ ადამიანს მოსწონს, მათ შორის მე შემიძლია ფეხბურთელები ჩამოვთვალო, ვისაც ვცნობთ ხო ამ ნომრით. საინტერესოა, რატომ ირჩევენ, რას ირჩევენ და გვეუბნება თუ არა რამეს საყვარელი ციფრი, ბავშვობაში მეგობრობის დღიურს რომ ვავსებდით. საყვარელი ციფრი. ხო, საყვარელი ციფრი. რაში არის საჭირო ამის ცოდნა? რას გვეუბნება ადამიანის შესახებ? კი, გეთანხმებით ნამდვილად მეც მახსოვს, მეც ვავსებდი რა თქმა უნდა, ეს საყვარელი ციფრი, ყველას გვახსოვს და სანამ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, მინდა გითხრათ, რომ ისე ფონეტიკურ რიგს რო დაუბრუნდეთ, სიტყვა კი არა, ციფრი 8-8-იანი და 9-იანი, ალბათ იცით რომ ითვლება დადებითად და ყველანაირად ყველას უყვარს. მოდით ესე ვთქვათ, აი დღესაც 9 მანდარინი გვაქვს მოტანილი და 9 ფულის კონვერტი. მაგასაც შევეხებით და გეტყვით რატო და რა, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის და ჩინური ახალი წელი ჯერ არ დადგა. ჯერ ისე ბოლო თვე არის 2020 წლის და ენერგიის შეცვლა მოხდება 4 თებერვალს, უხეშად რო გითხრათ. მაგრამ ნუმეროლოგიას რაც ეხება, საყვარელი ციფრი გვეუბნება იმას, თუ რა შეიძლება მომავალში მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს როგორც ნიშანი. ძალიან ბევრ კითხვაზე მოდის პასუხი SMS-ის სახით, ციფრის სახით, ბანერის სახით, წიგნის სახით, ჩართული ტელევიზორის, პირველი ფრაზის სახით და ასე შემდეგ. მთავარია ჩვენ დავინახოთ და აუცილებლად ეს ამას ვსწავლობთ ბავშვობაში არ გვიჭირს იმდანად, იმიტომ რომ გახსნილია ბავშვი, შიში არ აქვს ბავშვს და შესაბამისად ამას ხედავს სრულად 100%-ით. ჩვენ სამწუხაროდ ვკარგავთ, რაც უფრო გვემატება გამოცდილება, მოდით ესე ვთქვათ, მით უფრო გვეკარგება ეს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა თუ რა დავარქვა, არ ვიცი. მაგრამ აუცილებლად თუ გვაქვს კონკრეტული კითხვა და კითხვა ყოველთვის უნდა იყოს კონკრეტული. მაგალითად, მე მინდა ბევრი ფული და დიდი ხელფასი. არაფრის მთქმელი აბსოლუტურად და ზემოთ, ასე ვთქვათ, ვერ ხვდებიან, ეგ ბევრი ფული რამდენია შენთვის, ეს დიდი ხელფასი რას ნიშნავს? ეგ აუცილებლად მიზნებთან დაკავშირებით და ზუსტად ახალ წელზე. ანუ კონკრეტული თანხა უნდა. კონკრეტული თანხა უნდა ვთქვათ, აუცილებლად კონკრეტული თანხა და უნდა გავიმეოროთ. საშემოსავლოს გადახდის შემდეგ. საშემოსავლო კი ბატონო, იგივე. ან მანამდე რა. რვიანს მანქანის ნომრებიც ალბათ შეხვდა თქვენ ბევრჯერ ქალაქშიც მე მაგალითად შეხვდა 3-8-იანი ან 3-9-იანი და თანხასაც სოლიდურ თანხასაც იხდიან იმაში რომ ასე ვთქვათ ეს ნომრები აიღონ და ასე შემდეგ. არ ვიცი რამდენად იციან ეს ფონეტიკური თანხათ ეგ ნომრები. თანხა ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა ეს კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ აი ესეთი დატვირთვა აქვს და რეალურად 0-დან დაწყებული და 9-მდე 9-ის ჩათვლით თითოეულ ციფრს აქვს თავისი შინაარსობრივი დატვირთვა და ამათი კომბინაციის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ დავეხმაროთ ჩვენს თავს იმაში რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. გასწავლით ერთ რაღაცას შეიძლება? თუ გვინდა რომ მარტივი ხერხით აი კონკრეტულ დღეს რაღაცა გვაქვს შეხვედრა, გვაქვს ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოვაწეროთ, ან დირექტორთან შევდივართ და გვინდა მეტი ხელფასი, აი გვინდა 10,000 ლარი, ხო, რომ იყოს კონკრეტული საშემოსავლოს შემდეგ ხელზე ნეტო, ასე ვთქვათ. მაშინ სასურველია, რომ ჩვენ ასეთი პროგრამირება გავუკეთოთ ჩვენ თავს 26-ზე. რატო ახლა 26? ორიანი ცალკე ნიშნავს
აი იზის, აი ყველა სუბუქ რაღაცას ადვილად მისაგნებ რაღაცას და 6-იანი ნიშნავს ფულს. შესაბამისად 2-იანი და 6-იანი ერთად ნიშნავს მარტივად მსუბუქად მოსულ და რატო არა 62 მაშინ? 62 სულ სხვა დატვირთვაა, იმიტომ რომ ეს არის ფული, რომელიც შეიძლება მოვიდეს მარტივად, მაგრამ შეიძლება მოვარო და 26 არის გარანტირებული იზიმანის უძახიან ტერმინი არის ესეთი და ამიტომ აი ეს პატარა ხრიკია. საინტერესო ამბავია. არიან ადამიანები, ვინც აქცევენ ყურადღებას მაგალითად საათზე ერთნაირი ციფრები რო ჯდება, ვთქვათ, ან ვთქვათ 13, ან რაღაც. ან სარკისებური როცა არის, ხო? 21-12 მაგალითად. ის მომენტი არის, რომ შენ თუ იწყებ ყურადღების მიქცევას შემდეგ უფრო ხშირად ხედავ, თუ რაღაცა სხვა დატვირთვა აქვს ამას. სხვა დატვირთვაც აქვს ნამდვილად და ამას ვძახიან ოქროს წუთს. არის ოქროს წუთი. ორი მიდგომა არის, ეს ფორმულებიდან გამომდინარე, წინასწარ იდება ეს ოქროს წუთი და მეორე მიდგომა, რომელიც მე უფრო მომწონს, იმიტომ რომ უფრო ინტუიტიურია და დამოკიდებულია ჩვენზე, ზუსტად ის მომენტია, თუ ხედავთ, რომ საათზე არის ან სარკისებური, ან რაღაცა მეორდება 22 საათი და 22 წუთი და ასე შემდეგ და რაღაცას აი გრძნობთ, რომ აი რაღაცა ის მომენტია, რატო დავხედე და დავინახე, გამეხარდა, რაღაცა ემოციამ გამკრა, ფიქრმა და ასე შემდეგ, ზუსტად ეს ის მომენტია, როცა აი შიგნით უნდა ვეძებოთ პასუხი ან ხო, მაგრამ მეორე მხრივ ალბათ ბევრჯერ ყოფილა, ხო, როდესაც თქვა მობილურ ტელეფონზე საათისთვის დაგიხედავს და ერთ წუთში ისევ დაგიხედავს, იმიტომ რომ არ გახსოვს რა ეწერა იქ. რაღაც შეიძლება ყურადღების გაფანტულობის ბრალი იყოს და ასე შემდეგ და ასეთ ციფრებს უფრო ვამჩნევთ. შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი ახსნა. აი იმ ციფრს, რომელსაც ვამჩნევთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეალურად, იმიტომ რომ იმ მომენტში ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ დავინახოთ ეს ნიშანი. შეიძლება იყოს ეს სარკისებული 22, 11, 13 და ასე 4 ვერვიანი ვერ იქნება, 0 მაგალითად 0 და ასე შემდეგ, მაგრამ იმ მომენტში ჩვენ ვერ ვხედავთ, ანუ ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მივიღოთ. კარგით, მაშინ იმაზე რომ გადავიდეთ, ვთქვათ, დავინახეთ ეს ციფრი, შემდეგ რაში ვიყენებთ? პასუხის მოძიებაში აუცილებლად თუ ჩვენ ვეძებთ ნიშანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენში არის უკვე გარკვეული კითხვა, რომელზეც ჩვენ ვეძებთ პასუხს. ეს შეიძლება იდეის დონეზე იყოს რაღაცა სიახლე, რომლის ანუ რაღაცის გაკეთება გსურს და არ ვიცი და ვფიქრობთ, აი მიღირს თუ არ მიღირს. ვთქვათ იდეის დონეზე, პროექტის დონეზე ვფიქრობთ, რომ აი ალბათ 2000 ან ორშაბათს აღარ დადგა ის ორშაბათი ყველა რო ვამბობთ, იმ ორშაბათს დავჯდები დიეტაზე ან რაღაცას დავიწყებ. ნუ გადავდებთ ხოლმე და მაგრამ ამასაც ვიტყვი, რომ აუცილებელია გარკვეული მანძილი იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია შიგნით იყოს მზად და ჩვენც ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი. და კიდევ ერთი, აი დგება ახალი წელი, ეს რიტუალი ყველამ ვიცი და ყველას გვიყვარს, რომ უნდა ჩამოვწეროთ ჩვენი მიზნები, რა გვსურს, რომ თუნდაც იგივე რომ ვეუბნებით ერთმანეთს, რომ ახალი წელი ყველაფრის საუკეთესოს მომტანი იყოს და ამ წელს აუცილებლად აგისრულდეს ეს თუ ის მიზნები და ასე შემდეგ. ერთი რაღაცა აუცილებლად ძველი რაღაცეები, რაც ვთქვათ, გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ვგეგმავდით, მაგრამ ნუ ისე მოხდა, რომ არ აგვისრულდა და ასე შემდეგ, უნდა დავტოვოთ წარსულში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადმოვიტანოთ ახლანდელში და ამაზე მით უმეტეს არ უნდა განვიცადოთ, არ უნდა ვინერვიულოთ და ის შიში, რომ ვაიმე არ გამომივა მომავალში, აი ამაზე შეგნებულად უნდა ვიმუშაოთ და განვიტირთოთ ჩვენი თავი აი ამ რა დავარქვა არ ვიცი. ანუ ადგილი უხეშად რო გითხრათ, აი ესეთი გენერალური ის დასუფთავება უნდა მოვახდინოთ როგორც სახში და ამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად. ასევე მიზნებში, თავში რაც თავარია, იმისთვის რომ ახლისთვის იყოს ადგილი და ჩვენც ვიყოთ მსად რომ ეს ახალი ავიღოთ, მივიღოთ, დავიმუხტოთ და წინ ვიაროთ. საინტერესო რე ხშირად ადამიანები იცვლიან ხოლმე სახელს გვარს, ასაკს, რამდენად მოქმედეს შემდეგ ეს ყველაფერი მათზე? ეს ძალიან მოქმედებს და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს წინასწარ გაწერილია უკვე რუკაში. აი წინასწარ როცა მოდის ადამიანი ინდივიდუალურ უკვე კონსულტაციაზე და ეწერება, აი ამ დაბადების თარიღზე, საათზე და ადგილზე დამოკიდებულია პრაქტიკულად 100%-იანი ინფორმაცია თვითონ ადამიანზე. და მე წინასწარ შემიძლია გითხრათ ოღონდ რა თქმა უნდა აი ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ გარკვეულ პერიოდში არის 10 წლიანი, 12 წლიანი და 20 წლიანი გარკვეული პერიოდები და უფრო 10-იანს და 20-იანს განვიხილავთ ჩვენ ფენშუიში, 12 მაპატიეთ ბაძიში და 12-იანს ფენშუიში. მე წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად აი ამ ადამიანის ცხოვრებაში ქონდა აი გარკვეული ცვლილებების პერიოდი, როცა მას ქონდა შეცვლილი, რაც თქვენ ბძანეთ, შესაძლებელი ასე შემდეგ. კი.
ეს გაწერილია, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად დამიწება ხდება ყველანაირი ინფორმაციის, რატომ და რანაირად ეს უკვე ინდივიდუალურია და ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ამისი, მაგრამ დამიწების შემდეგ ჩათვალეთ, რომ ნოლიდან იწყებს თავის ცხოვრებას და რეალურად სხვანაირად აღიქვავს თავის თავს. შეიძლება რაღაც პოზიტიურიც იყოს? აუცილებლად, უმეტეს შემთხვევაში პოზიტიურია. იგივე შეიძლება სხვა ქვეყანაში წასვლა, სამსახურეობრივი მივლინებით გადასვლა, ახალ კომპანიაში მუშაობა, იმიტომ რომ ბევრი ფიქრობს, რომ რა კარგი იქნებოდა ჩემი ბიზნესის წამოწყება, მაგალითად, აი ხშირად დასმული კითხვებიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად მესმის ეს კითხვა, რომ ირი რა გავაკეთო, მინდა ბიზნესი. ამ დროს რუკის ანალიზს რო აკეთებ, ხედავ, რომ აი ამ ადამიანისთვის არ არის მიზანშეწონილი, ასე ვთქვათ, ცალკე ბიზნესის წამოწყება, იმიტომ რომ ბევრად უკეთესად შეიძლება თავისი თავი გამოიჩინოს კარიერაში. შეიძლება დიდი კომპანია იყოს, ჰოლდინგის სხვა მიმართულებით, ანუ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცეები არის ამ ნუმეროლოგიის მიღმაც. სამწუხაროდ ცოტა დრო გრჩება და სანამ დავასრულებთ ჩვენს გადაცემას, რომ აგვიხსნათ აი ამ მანდარინების აგიხსნით სიამოვნებით, კი ბატონო, კონვერტების ამბავი და მანდარინების ამბავი ძალიან საინტერესოა. აი ესეთი ჩინური წითელი კონვერტები არის, რომელიც ახალ წელს ჩინეთში პრაქტიკულად არის ნომერი 1. ყველა მაგიდაზე წარმოდგენილია ეს წითელი კონვერტები, არის მოკლედ რო გითხრათ, ყველაფერი საუკეთესოს მომტანი, ანუ ფენშუიდან გამომდინარე, სპეციალურად მოვიტანე და თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, ეს არის გაჟღენთილი სპეციალური ეთერზეთით, ფულის ეთერზეთის ნაწილებით, ასე ვთქვათ, ხელით გაკეთებული ეთერზეთია, მეფობს, რა თქმა უნდა, ციტრუსოვანი არომატი და რას ვაკეთებთ? აუცილებლად, თუ გჯერა და 4 თებერვალს ხვდებით როგორც ახალ წელს, აუცილებლად წერთ მიზანი იქნება თუ სურვილი იქნება თუ რაც იქნება, ვდებთ ამ კონვერტში და კონვერტს ვინახავთ ან სახში, ან ტანსაცმელში, ან საფულეში, ან ჩანთაში. იმ ადგილას, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რაც შეიძლება ხშირად შევეხოთ და გაგვახსენდეს, რომ აი ეს ჩაფიქრება აუცილებლად. თვითონ ციტრუსოვანს რაც ეხება, ეს არის ძალიან კარგი სიმბოლო, ახალი წლის სიმბოლო ჩინეთში და არის ესეთი რიტუალი, რომელსაც ქვია 108 ფორთოხალი, 108 ფორთოხალი ვერ მოვიტანე და ადაპტირება მოვახდინე და გავჩერდი 9 მანდარინზე, იმიტომ რომ ხშირად მეკითხებიან ეს 108 ფორთოხალი რამდენი კილოა და საკმაოდ ბევრი გამოდის, ეხლა აღარც მახსოვს 27 კილოს მიდამოებში და 23 კილოს მიდამოებში და მოკლედ უნდა შემოვაგოროთ ეს ციტრუსოვანი, ფორთოხალი იქნება თუ მანდარინი, ფორთოხალის შემთხვევაში აუცილებლად შემოვაგოროთ პერიმეტრი, გავატაროთ სახში, აი ბინა, სახლი თუ რაც არის, გავაჩეროთ 3 დღე, ოღონდ ისევ და ისევ ვუშაობთ მიზნებზე, აუცილებლად. და ანუ თავარი რა ენერგიას უშვებთ და აუცილებლად და ბავშვებთან ძალიან სახალისოა, ივსება ღიმილით, სიხარულით, პოზიტივით და ყველაფერი კარგი და ეს 9 მანდარინი ესეთი მრგვალი მაგიდის ირგვლივ, როცა იკრიფება ოჯახი, შეიძლება გადავაგოროთ ერთმანეთს და ეს პოზიტივი დავშეროთ. ძალიან დიდი მადლობა. გიშერებთ ასე ვთქვათ ამ პოზიტივს. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში აი ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ენერგეტიკის გაზიარებისთვის, დიდი მადლობა იმ ინფორმაციის მოწოდებისთვის, რომელიც გაგვიზიარეთ. ამით სრულდება დღევანდელი გადაცემა. ჩვენი გადაცემის სტუმრის შესახებ კიდევ ერთხელ მოგახსენებთ. ირინე აღაპიშვილი, სერტიფიცირებული სპეციალისტი, ფენშუი ბაზი ციმენდუნძა, კავკასიის საერთაშორისო ფენშუი ასოციაციის დამფუძნებელი. ამით სრულდება დღევანდელი დღის კოდი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. საუკეთესო სურვილებით, გამშვიდობებით, ნახვამდის.